სოფლიოში 4 მილიარდი ადამიანია ინფიცირებული პარაზიტებით და უმეტესობამ არ იცის ამის შესახებ. თუ გაქვს აუხსნელი შებერილობა, რომელსაც ვერ ხსნი, რატომ ხდება? თუ გაქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, რომელიც ძილის შემდეგ არ იხსნება, თუ გაქვს კანის პრობლემები, ეს შეიძლება მიუთითებდეს პარაზიტებით ინფექციაზე. და პრობლემა ის არის, რომ ეს სიმპტომებიც კი შეიძლება არ ქონდეს ადამიანს და პარაზიტები ცხოვრობდნენ ორგანიზმში თვეების განმავლობაში, ან წლების განმავლობაში და აი დეტოქს სასმელები რომ არის, ან დეტოქს საკვები რომ ამბობენ, აი დეტოქს გაგიკეთებს და ასე, უმეტესობა მიმართულია ყველაფრისკენ, რომ ტოქსინები შეამციროს ორგანიზმში, ეგ არის ხოლმე აზრი. მაგათი ეფექტურობაც რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ თვითონ აზრი ის არის, რომ შეამციროს ტოქსინები, მაგრამ უშუალოდ პარაზიტებს ნაკლებად ებრძვიან ხოლმე ესეთი დეტოქს პროგრამები, ამიტომ გეტყვით ორ მთავარ მიქსს, რითი გაკეთებას სახში შეგიძლიათ, რომ პარაზიტების რაოდენობა შეამციროთ თქვენს ორგანიზმში და ასევე გეტყვით, რომელი პრეპარატებით ხდება პარაზიტებისგან მკურნალობა საბოლოოდ. ჩვენ როცა ვამბობთ პარაზიტებს, გულისხმობთ ჭიებს, თორემ ნებისმიერი ვირუსი, ბაქტერია, სოკო და ერთუჯრედიანები ყველა პარაზიტები არიან, ყველამ შეიძლება დაინფიციროს ადამიანი და ეს ყველა პარაზიტები არიან თავისი არსით, მაგრამ ჩვენ როცა ვამბობთ ხოლმე პარაზიტებს, ზოგადად გულისხმობთ იმ ჭიებს, რომელსაც თვალით ხედავ, რომ ჭიაა რა, აი ამას გულისხმობ, აი მახვილა, ასკარი და ანკილოსტომა, თასმისებური ჭიები და მათ შორის არა მარტო ნაწლავებში, არამედ შეიძლება ტვინს დაინფიციროს, სასუნთქ სისტემაში შეიძლება მოხდეს, კანიდან შეიჭრას, შესაბამისად სხვა გზებით ინფიცირდება ადამიანი და სხვა ადგილებში შეუძლია იცხოვროს თვითონ ჭია, მაგრამ ძირითადად მაინც უმეტესობა მათგანი ნაწლავში ცხოვრობს. და ყველაზე ხშირად იწვევენ ხოლმე მუცლის დისკომფორტი, ეს არის და შებერილობა, გაზები, ზეწოლის შეგრძნება, რადგან ფიზიკურად მოქმედებენ ისინი ნაწლავებზე, ფიზიკურად ცვლიან ნაწლავების მუშაობას და ამიტომ არის, რომ ფიზიკურად მოქმედებენ რეალურად ჩვენს საწმის მომნელებელი სისტემაზე, ამიტომ დისკომფორტი, მუცლის დისკომფორტი არის ყველაზე ხშირი ნიშანი ჭიების. მეორე ყველაზე ხშირი ნიშანი არის აუხსნელი დაღლილობა ან უენერგიობა, რომელიც ძილის მერე არ გადის. და ხშირად არის ხოლმე რომ რატო აქ და მერე იმიტომ რომ აქვს პარაზიტები და იმიტომ რომ სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტი აქვს, იმიტომ რომ ის პარაზიტები უჭამს ამას და იპარავენ პირდაპირ გაგებით იპარავენ ორგანიზმიდან მაგალითად B ვიტამინს, რკინას, ცილებს და ორგანიზმი უწევს დააკომპენსიროს და მერე ორგანიზმი ჯამში თავს გრძნობს უენერგიოთ. მესამე ყველაზე ხშირი ნიშანი არის გაზრდილი მადა და უჩვეულოდ როცა ძალიან უნდა ადამიანს საჭმელი, ნუ ასე არ ვიყავი, რატო? იმიტომ რომ შაქარს იპარავს ხშირად ეს ისინი ჭიები და შაქრიანი საკვები უნდა მერე ადამიანს და ამიტომ მადა აქვს გაძლიერებული და თან შეიძლება არ სუქდებოდა. კაი მხარე შეიძლება კონდეს მაგას, მაგრამ ანუ ის არ არის კარგი რომ მუდმივად ჭიაქ პარავს არა მარტო გლუკოზას, არამედ სხვა მნიშვნელოვან ვიტამინებსაც, მინერალებსაც, რაც ორგანიზმში დეფიციტს იწვევს, რაც ერთ შეხედვით შეიძლება ჩანდეს კარგი. ზოგჯერ წონაში კლებაა ხოლმე ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზრდაში შეიძლება ხელი შეუშალოს და შეიძლება ადამიანს ანემიის სიმპტომებიც ჰქონდეს და რკინის დეფიციტის სიმპტომები, მაგალითად ფერმკრთალი კანი, სუნთქვის დისკომფორტი, ცივი ხელები და ფეხები და შეიძლება აუხსნელი ქავილიანობა ჰქონდეს, მაგალითად ანუსის გარშემო ჰქონდეს ქავილიანობა. ძილის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, ფრაგმენტირებული ძილი, კბილების კრაჭუნი, ნუ ეს ხდება იმიტომ რომ იმუნიტეტი ძლიერდება, იმუნური რეაქცია ძლიერდება ღამე ამ ჭიების წინააღმდეგ, ეგენი იწვევენ და ასევე ნერვული სისტემის აქტივობა ძლიერდება ჭიების წინააღმდეგ და ამიტომ არის რომ ეგეთი სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. და უნდა გვახსოვდეს რომ ნახევარ ადამიანებსაც, ვისაც პარაზიტებით ინფიცირებულია, საერთოდ არ აქვს არანაირი სიმპტომები, საერთოდ. და ძირითადად როგორ ვიღებთ? ხო, ზოგს გონია რომ ის კატა და ძაღლისგან ვიღებთ ძირითადად ამ პარაზიტებს, ასე არ არის. ძირითადი წყარო პარაზიტების არის საკვებისგან, ანუ კარგად გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, მიწასთან კონტაქტი და კარგად მოუხარშავი ხორციან თევზი. ეს არის ყველაზე ხშირი
მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვიღებთ პარაზიტებს. პარაზიტებით ინფექცირება როგორც წესი დრამატული არ არის, რომ უცებ საჭმისგან მოიწამლა ადამიანი და უცებ პარაზიტები დაემართა, ესე არაა. პარაზიტებს როგორც წესი ნელ-ნელა განმეორებადად შემთხვევით იღებს ადამიანი. უნდა დავიმახსოვროთ, რომ მაღალი ტემპერატურა კლავს პარაზიტებს, ამიტომ ხორცი კარგად უნდა იყოს დამუშავებული, მნიშვნელოვანია. ხელების დაბანმა და ხილი ბოსტნეულის კარგად გარეცხვა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან შეიძლება გაწყვეტოს ეს ციკლი გადადების და ინფიცირების, ამიტომ და ბავშვებში ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანია, ფრჩხილები რო არ იკვნიტოს მნიშვნელოვანია, რადგან შენ მოიქავებს ბავშვი, შემდეგ ფრჩხილებს იკვნიტავს და ამ კვერცხებს ყლაპავს, ან უბრალოდ ჭუჭყიანი ხელები და რო ან მიწაში ითამაშებს და კვერცხებს ყლაპავს. შესაბამისად, ამიტომ არის რომ მნიშვნელოვანია რომ არ იკვნიტოს ბავშვმა ფრჩხილები, რადგან პარაზიტებით ინფიცირება შეიძლება დაემართოს. ასევე ფეხში შველი სიარულით შეიძლება იყოს პრობლემა, რადგან კანიდანაც შეიძლება შეიჭრას ზოგიერთი პარაზიტი და ბავშვები რომ მიწაში თამაშობენ ხოლმე, მაგრამ ძაღლები და კატებიდანაც შეიძლება გადაედოს, მაგრამ ეგ მეორადად უფრო მეტად რომ შეიძლება მიწაში ითამაშოს, აეკროს ბეწვზე ეს პარაზიტების კვერცხები და ესე გადაედოს ადამიანი თუ ძინავს ცხოველებთან ერთად და ხელს არიბან მათთან თამაშით, მაგრამ ნუ ახლა შედარებით ნაკლებ რისკიანია. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გადადების გზა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გადადების გზა ნამდვილად არის ცხოველები, ეგეც უნდა ვიცოდეთ. ახლა ვთქვათ, რითი გაკეთება შეგვიძლია ბუნებრივად. ყველაზე ისეთი საშუალებები, რითი შეგვიძლია ორგანიზმი გავწმინდოთ პარაზიტებისგან. პირველი არის ნივრის, გოგრის თესლის და ზეითუნის ზეთის ნაზავი მიქსი. ნიორი ორი თავი უნდა დაჭყლიტო ან წვრილად დაკუწო მოკლედ და 10 წუთი უნდა დააცადო, რადგან ამ 10 წუთის განმავლობაში უნდა გააქტიურდეს, ერთი ფერმენტი და მეორე ფერმენტი უნდა წარმოიქმნას, რომელსაც ალიცინი ქვია, ალისინი და ეს ალისინი არის მნიშვნელოვანი ყველაზე მთავარი, რასაც აქვს ანტიპარაზიტული მოქმედება და 10 წუთი უნდა მოიცადო, ეგაა მნიშვნელოვანი. მერე 30 ან 40 გრამი გოგრის თესლი ასევე წვრილად უნდა დაჭრა ან დაჩოფო მოკლედ წვრილად შესაძლებელია ჩოფერით. გაფრთხილი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გაფრთხილი უნდა იყოს და ეს ამ გოგრის თესლის წვრილი ნაკუწებად დაჭრაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს კურკუბიტაცინი გამოდის, ეს ფერმენტია, რომელიც მოქმედი ნივთიერებაა ამაში და რას აკეთებენ ახლა? ერთი რომ ანტიპარაზიტული მოქმედება აქვს პირდაპირ ნიორს და ალისინს და მეორე რომ ამ კურკუბიტაცინს აქვს პარალიზის შეუძლია პარალიზი გაუკეთოს ჭიებს, მოკლედ ან ჭიები მოძრაობის პრობლემა შეიძლება შეუქმნას და ვარდებიან, ვერ ემაგრებიან მოკლედ ნაწლავის კედელს კარგად. ეგ არის მთავარი, რატომაც საჭიროა და ზეითუნის ზეთი უნდა იყოს ექსტრა ვირჯინი, ეგ ერთი სუფრის კოზი და ეს ნარევი უნდა შეჭამოს ადამიანმა, კარგად უნდა მოურვია და მერე უნდა შეჭამო საკვებთან ერთად, დილით ან შუა დღისას. ხო, ზეთი რა საჭიროა? ზეთი ერთი იმისთვის, რომ სხვა კომპონენტის აბსორბციისთვის აუცილებელია, მეორე არის იმისთვის, რომ შედარებით დიდხანს გაჩერდეს ნაწლავებში ეს კომპონენტები, მეორე იმისთვის, რომ ათვისებადი კომპონენტები უკეთესად და დიდხანს გაჩერდეს ნაწლავებში და მესამე იმისთვის, რომ ცხიმი აუცილებელია ნაღლის გამოყოფისთვის და ნაღვალი აუცილებელია იმისთვის, რომ გაიწმინდოს ნაწლავები პარაზიტებისგან. შესაბამისად, ანუ ცხიმსაც აქვს თავისი როლი, ოღონდ ეს ცხიმი, რა თქმა უნდა იყოს ჯანსაღი ზეითუნის ზეთი ამ შემთხვევაში. ანუ ექსტრა ვირჯინზე ვის საინტერესებს ხოლმე არის განსხვავება ის, რომ ანუ გაცხელება და ქიმიკატების დამატების გარეშე არის დაპრესილი პირდაპირ ცივი მეთოდით, მოკლედ ეს ექსტრა ვირჯინი და ფლავონოიდებს და სასარგებლო კომპონენტებს ინარჩუნებს უკეთესად, ვიდრე რაფინირებული. ეს არის განსხვავება, თქვათ, რაფინირებულ და ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთებს შორის. ხო, და 21 დღის განმავლობაში ეს ნარევი უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველ დღე. რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ აქვს, ვინ არ შეიძლება მიიღოს და არ არის სასურველი, თუ აქტიური წყლული აქვს ადამიანს კუჭში, მისთვის არ არის სასურველი, ორსულობისთვის ნებისმიერი ზედმეტი რაღაცის მიღება არ არის სასურველი.
ძლიერ ანტიკოაგულანტების თერაპიაზე, სისხლის გამათხელებელებზე თუ ადამიანი მოკლედ მაგისთვის არ არის რეკომენდირებული და ნაღლის ბუშტის რაიმე სერიოზული დაავადება თუ აქვს არ არის რეკომენდირებული. ხო, ამ მიქს, ამ ნარევს სხვა ბენეფიტებიც აქვს გულსის ღვთათა კუთხით, ნაწლავის მიკრობიომას აუმჯობესებს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანუ არ არის მხოლოდ პარაზიტების საწინააღმდეგო, ანუ ჯამში ორგანიზმისთვის კარგია. და 21 დღის შემდეგ დაახლოებით 60% შეუძლია შემცირდეს პარაზიტების რაოდენობა ორგანიზმში, რაც რეალურად ძალიან დიდი რიცხვია. მეორე მნიშვნელოვანი ნარევი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ სახლში, არის ნიორი, ანანასი, იოგურტი და ზეითუნის ზეთი. ამის ნარევი, მაგალითად ორი საშუალო, ორი თავი ნიორი ასევე უნდა დაჭრილდოთ მოკლედ და უნდა იყოს 200 გრამი ან 150 გრამი ანანასი. ნუ ეს არ უნდა იყოს შენახული, დაკონსერვებული, ან დაკონსერვებული კარგავს თავის მთავარ კომპონენტს, რომელიც არის ბრომელაინი და ეს ბრომელაინი არის წამყვანი აქ და ასევე 150 გრამი დაახლოებით ან იოგურტი, კეფირი, ან მაწონი და ცხიმიანი ჯობია რომ იყოს და ცოტა ერთი სუფრის კოზი, ეს ზეითუნის ზეთი. ეს ყველაფერი ერთად რო აურიოთ, 10 წუთი უნდა გააჩეროთ, რა თქმა უნდა, რომ ალისინის გააქტიურება მოხდეს და შემდეგ მიირთვათ დღის განმავლობაში ერთხელ დღეში საკვებთან ერთად. ამ ცარიელ კუჭზე არ არის სასურველი მიღება, იმიტომ რომ კუჭი შეიძლება გააღიზიანოს. ბრომელაინი რას აკეთებს? ანუ ნიორი ვიცით რას აკეთებს, ანუ პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს პირდაპირ და მათ მეტაბოლიზმს თრგუნავს და შესაბამისად კლავს ნელ-ნელა. რაც შეეხება ანანასის მთავარი კომპონენტი ბრომელაინი, მისი მოქმედება არის რომ რამდენიმე მოქმედება აქვს, მაგრამ ძირითადი ის არის რომ შლის იმ ცილებს, რომელიც ამ ჭიების ზედაპირზეა და ვეღარ ემაგრებიან ნაწლავს ვეღარ ემაგრებიან და ცვივა მერე და გამოდის ორგანიზმიდან ეგ არის მისი მოქმედება და ეგ ეს ბრომელაინი ორგანიზმის არ არის ტოქსიური, ანუ ეგ არის ფიქრობს ადამიანმა რომ რაღაც ადამიანს რამეს დაუშავებს და ესე არა. იოგურტი ან კეფირი აღადგენს ნორმალურ ფლორას და რეინფექციის რისკს ამცირებს და ამისთვის ამნიშნავალი და ზეითუნის ზეთი კიდე აქტიური კომპონენტების აბსორბციისთვის, როგორც გითხარით და ნაღლის წარმოქმნისთვის არის მნიშვნელოვანი. ესეც საკმაოდ ეფექტურია, თან სხვა დადებითი მხარეებიც აქვს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ბრომელაინს ბრონქებისთვის აქვს, ასევე სასურველი მოქმედება, ასევე ნაწლავის ბიოფლორის მოსაწესრიგებელი ეფექტი აქვს, ანუ ჯამში ეს ნარევიც საკმაოდ ეფექტურია, ისედაც არა მარტო პარაზიტების საწინააღმდეგო კუთხით და ესეც დაახლოებით 2-3 კვირა უნდა მიიღოს ადამიანმა. თუ ადამიანი სერიოზულად ინფიცირებულია და სერიოზული სიმპტომები აქვს და არ გადის ეს სიმპტომები, თუ კი დიაგნოსტირებულია კვერცხები, დიაგნოსტირებულია ჭიები, თვალით ხილულია ჭიები, ესეც დროს როგორც წესი არ არის ხოლმე საკმარისი ეს სახლში მომზადებული ნარევები მხოლოდ, ამიტომ ამისთვის მედიცინის ძალა ეგ არის, ამიტომ ამ დროს გამოიყენება წამლები, პრეპარატები ძირითადად გამოიყენება ალბენდაზოლი და მებენდაზოლი, ორივე ძალიან ეფექტურია, ალბენდაზოლი გამოიყენება ხოლმე 400 მილიგრამი ერთხელ, როგორც წესი საკმარისია და საკვებთან ერთად აბსორბციისთვის საკვები აუცილებელია და რას აკეთებს, ანუ ამ პარაზიტების გლუკოზის ათვისების უნარს უკლავს მოკლედ პარაზიტებს და ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს, 90%-იანი ეფექტურობა აქვს და როგორც წესი ერთი მიღება საკმარისია, ან 14 დღეში განმეორებადი მიღება ხოლმე და მებენდაზოლიც იგივე კლასის პრეპარატია, რომელიც დაბალი მიღება 100 მილიგრამი როგორც წესი 3 დღეში და იქაც განმეორებადი დოზირებაც საჭირო არის ხოლმე. ეს ორი პრეპარატია, რომელიც როცა პრეპარატებია საჭირო, ყველაზე აქტიურად გამოიყენება. სხვა პრეპარატებიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ხშირი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები არის ესენი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები მითითებული და თუ უბრალოდ დონაციის გარეშე გინდათ არხის მხარდაჭერა, დალაიქოთ, დააშიაროთ, დააკომენტაროთ, ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.